out the west, west coast. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს გადავწყვიტე რომ ჩემი პასიური მდგომარეობის გამო გავაკეთო ზარმაცი დიასახლისების ვარჯიშები, ასე რომ მოიმარჯვოთ თქვენი სკამები, არ აქვს მნიშვნელობა რამ სიმაღლე იქნება, მთავარია მისაყუდებელი კონდეს და იმაზე კარგად დავეყრდნოთ. შესაბამისად გავაკეთოთ დუნდულების შიდა და გარე, ფეხის შიდა და გარე კუნთების ვარჯიშები და მაქსიმალურად გავილამაზოთ ჩვენი ფეხები. მაშინ ასე დავიწყოთ. პირველი მოძრაობა იყოს ფეხის ბოლომდე აქნება ჰაერში. გავაკეთოთ თითო ფეხზე 15 მინიმუმ. კარგად დავერტყოთ, მაგრამ რომ შედეგი გქონდეს და დრო არ დავკარგოთ უბრალოდ. ცოტა ტემპს ავუჩქარებ. რომ ყველაფერი მოვასწროთ და კარგად განახოთ. გავაკეთებ მხოლოდ მარცხენა ფეხზე იმისთვის, რომ თქვენ კარგად დაინახოთ თუ საბოლოო ჯამში რა უნდა შესრულდეს. ხოლო მარჯვენა ეთერიდან გასვლის შემდეგ თავად გააკეთებ. მაშინ ასე 15 გავაკეთეთ ამ მდგომარეობაში და შემდეგ გავაკეთებთ მორიგ მოძრაობას. ავიტანოთ მუხლი რაც შეიძლება მარჯვნივ, მარცხენა მუხლი მარჯვნივ და საწინააღმდეგო მიმართულებით უკან გავიქნიოთ. ამ შემთხვევაში დავჭიმოთ ცერი, ანუ ჩვენი ტერფი. იმედია დარტყმას კარგად იგრძნობთ ამ ზონაში, დავარტყათ ცოტა მაღლა, დუნდულას კუნთს. მოვტრიალდები რომ კარგად დაინახოთ რა უნდა გააკეთოთ. ძალიან მარტივია ამ ვარჯიშის გაკეთება სამზარეულოში, როცა ტელევიზორს უყურებთ ან ნებისმიერ სხვა რამეს საკეთებთ. გაქნების დროს კარგად გაწელეთ ფეხი. მუხლი რაც შეიძლება მაღლა აიტანეთ და მე უკვე გრძნობ რომ ფეხი საკმაოდ ესე კარგად და ინტენსიურად იწვის. ვაკეთებ მხოლოდ მარცხენა ფეხს, როგორც უკვე გითხარით. ეს არის მეორე მოძრაობა და ახლა გავაკეთოთ პირდაპირ და უკან აქნებით. პირდაპირ ავიქნიოთ, ფეხი დავჭიმოთ და უკან გავწიოთ. მოძრაობა უნდა იყოს ერთიანი, დინამიური და არ მოვადუნოთ არც ერთი კუნთი. ძალიან მაგარია, მე ვგრძნობ როგორ იწვის უკვე კალორიები. თუ შეიძლება ასე თქვა, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, უბრალოდ როდესაც კარგად იწვის კუნთი და გრძნობთ ამ ყველაფერს, ესე იგი შედეგი გვაქვს. და ვურტყავთ სწორედ იმ ზონებს, რომელიც არის ძალიან პრობლემური ჩვენთვის. ეს რაც შეეხება ფეხს. დანარჩენი გავაკეთოთ მჯდომარე მდგომარეობაში. ახლა უკვე ბიცეპსებისთვის და ტრიცეპსებისთვის. თან დავისვენოთ. და ვავარჯიშოთ ხელები. ნებისმიერი საგნით შეგიძლიათ, მთავარია თანაბარი წონა იყოს და მთავარია სწორი მოძრაობა გავაკეთოთ. რაც შეიძლება კარგად გავწელოთ კუნთი, რომ რამდენიმე ეტაპზე გაწელილი კუნთი იყოს უფრო ლამაზი და ბოლომდე ამოვიტანოთ ხელი. ეს ბიცეპსი იგივე რაოდენობით 3-ჯერ 15 და გავაკეთოთ ტრიცეპსი. დავიჭიროთ ჰანტელი ასე თანაბრად და თავს ზემოთ. თავს ზემოთ ძალა არის კოტე ნამდვილად, მაგრამ იდაყვი არ უნდა ვამოძრაოთ. რაც შეიძლება ბოლომდე ავიტანოთ ხელები, გავწელოთ კუნთი ისევ ამ პრინციპით და ჩამოვიტანოთ. იგივე გავაკეთოთ 3-ჯერ 15. სადეთ თუ შეძლებთ, აუცილებლად ნახავთ შედეგს. მხრები გახდება უფრო რელიეფური, ლამაზი, მოქნილი და თხელი. რამდენიმე წუთში მე ისევ შემოგიერთებით, რომ სამზარეულოს ვარჯიშები გავაკეთოთ დროებით.